მაგრამ განა შეიძლება კლასებს შორის კონტრასტის უარყოფა. შეძლებულთა კლასსა, კაპიტალისტთა კლასსა და მშრომელთა კლასს, პროლეტართა კლასს შორის. ერთის მხრივ შეძლებულთა კლასი, რომელთა ხელშიც არის ბანკები, ქარხნები, მაღაროები, ტრანსპორტი, პლანტაციები კოლონიებში. ეს ადამიანები ვერაფერს ვერ ხედავენ გარდა თავისი ინტერესისა, თავისი მისწრაფებისა მოგებისალმი. ისინი არ ემორჩილებიან კოლექტივის ნებისყოფას. ისინი მიისწრაფვიან, რათა ყოველგვარი კოლექტივი თავის ნებისყოფას დაუმორჩილო. მეორეს მხრივ ღარიბთა კლასი, ექსპლუატირებულთა კლასი, რომელთაც არ აქვთ არც ფაბრიკები, არც ქარხნები, არც ბანკები, რომლებიც იძულებულნი არიან იცხოვრონ თავისი სამუშაო ძალის კაპიტალისტებისათვის მიღებით და რომლებიც მოკლებულნი არიან საშუალებას დაიკმაყოფილონ თავისი სრულიად ელემენტარული მოთხოვნილებანი. როგორ შეიძლება ასეთ მოპირდაპირე ინტერესთა და მისწრაფებათან შერიგება? რამდენადაც ვიცი, რუსველტმა ვერ მოახერხა გამოენახა გზა ამ ინტერესების შერიგებისაკენ. როგორც განოცდილება მოწმობს, ეს შეუძლებელიცაა. თუმცა თქვენ ჩემზე უკეთ იცნობთ შეერთებულ შტატებში არსებულ მდგომარეობას. ვინაიდან მე ამერიკის შეერთებულ შტატებში არ ვყოფილ ვარ და ამერიკის საქმეებს თვალყურს ვადენებ უმთავრესად ლიტერატურის მიხედვით. მაგრამ მე მაქვს ცოტაოდენი გამოცდილება სოციალიზმისათვის ბრძოლის ხაზით. და ეს გამოცდილება მეუბნება შემდეგს. თუ რუზველტი შეეცდება ნამდვილად დააკმაყოფილოს პროლეტართა კლასის ინტერესები კაპიტალისტთა კლასის ხარჯზე, უკანასკნელი მას სხვა პრეზიდენტით შეცვლია. კაპიტალისტები ითყვია, პრეზიდენტები მიდიან და მოდიან, ჩვენ კი კაპიტალისტები ვრჩებით. თუ ესა თუ ის პრეზიდენტი არ იცავს ჩვენს ინტერესებს, მეორეს მომნახავთ.